ჟურნალისტური გამოძიებიდან გამომდინარე ზუსტად არის დადგენილი მაინც დროებით დავიწყოთ მაღალი ალბათობით რომ ეს შეიძლება იყოს გამოყენებული რომლის მავნე შედეგები ჩვენ ბოლომდე არ ვიცით მაგალითად 9 აპრილს როცა უბრალოდ დემონსტრაცია ეს გაზი გამოიყენეს ძალიან დიდხანს ამას ბალავდნენ და მე მგონი ბოლომდე ეხლა არ იციან რეალურად რა უსუქეს მაშინ ხალხს და რა გრძელვადიანი შედეგები ქონდა მე რამოდენიმე ეპიზოდს გადავწერე როდესაც ადამიანებს თქვენისით რომ სამარშრუტო ტაქსები ქონდა სადაც გამოშიგდული იყო ეს სამარშრუტო ტაქსები და შიგნით საწამებლად იყო ქცეული ხალხი ყვებოდა რომ სისხლის სული აზრდიოდა და რამოდენიმე ადამიანმა თქვა რომ ეს სამარშრუტო ტაქსი შეგვაქცესო გაზი შემოასხესო და კარები დაგვიყურეს აი ესეთი სადისტები არიან ესენი და ამათი ხელით ეს ხალხი რაღაცა გონია რომ დახოცილი ანუ გამეტებული ყავს იმიტომ რომ ამის გარდა ზუსტად ეს დღეები იყო რა 28 29 30 პირველი ორი როდესაც განსაკუთრებული მხეცურად იქცეოდნენ განსაკუთრებულ მხეცურად და უშინასკი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ის მეთოდები რა წამების მეთოდები იყო ამავდროულად გამოყენებული მაგ პერიოდში წამების საერთაშორისო კონსორციუმმა თქვა რომ ეს პატერნებიო ანუ ხდებოდა სხვადასხვა წესში დალადობა ადამიანების მაგრამ ყველას ჰქონდა ერთი მახასიათებელი ადამიანებს უწყობდნენ თავში ეს არის სპეციალური მეთოდი როდესაც ადამიანის ხობიდან გამოყვა დემოლიზება ტრავმირება და შეიძლება ლეტალური შედეგი გამოიწვიოს რომელიც გამოყენებული იყო ბელარუსში და ზუსტად მე ვწვიმე დაინტერესდა მეაყოლების გაზიარება შემიძლია რომ ესეთი პირდაპირ დააკვალიფიცირდეს როგორც წამება იმიტომ რომ და როგორც ორგანიზებული წამების პროცესი ამავდროულად ესეთი ორგანიზებული წამების პროცესი არის ის გაზის ადამიანების შესწყვეტა იმიტომ რომ ესეთი ტიპის გაზის გამოყენება იგზავნება საერთაშორისო კონვენციებით ისეთი როგორც ქიმიური არაგის აშალოსთან დაკავშირებით არის ასევე ევროსაჭოს წამების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კონვენცია არის გაეროს ანალოგიური კონვენცია რომელიც პირდაპირ წამებასთან და არადამიანურ მოპყრობასთან ათანაბრებს ესეთი ტიპის ქცევას ამიტომ დღეს უკვე მიმართვები დაიწყო მეგობრებო საერთაშორისო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ადამიანი ვინც ამ პროცესში იყო ესეთი დაზიანება მიიღო რომ ღიად ისაუბროს ამის თაობაზე ეს რეჟიმი ეხლა დღეს თუ დააკვირდებით შეეცადა რომ ის ადამიანები ვინც რაღაცნაირად ამ პროცესში იყო დაზიანება მიიღო და საჯარო განცხადება გააკეთო დაკითხვებზე დაიბარო ამას სულ ეფექტი ეძახიან რომ იქნებ თქვენს აღარ მოუწეს რა სიარულო დაკითხვაზე სიარულეში მეგობრებო თუ იბარებენ ადამიანებს დაკითხვაზე ძალიან კარგია სამართლებრივი დახმარების საშუალება ყველას ექნება უნდა ღიად და ყველგან დააფიქსიროს ის რაც ამ ადამიანებმა ნახეს ამათი ესეთი ფანდები რომ აი ამ სუსხავი ეფექტის გამოყენებით რომ ხალხს უარია თქვენდონ რომ საჯაროდ ისაუბროთ ეს არ უნდა გაუვიდეს ჩვენ უკვე ერთი წელიზე მეტი აგერ რამდენი წელი უკვე უნდა ვისწავლოთ ამ რეჟიმის პატარ-პატარა ეშმაკობები როგორ ახერხებს ყურადღების გადატანას დაშინება და ამავდროულად აღარ მუშაობს ამიტომ ეს ისეთ პანიკაში არიან რომ უკვე აღარ იციან ახლა გამოძიებას ფორმულად იმდო დაიწყეს რომ რაღაცა ეშინიათ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირების ამიტომ ჩვენი თავარი მოთხოვნაც უნდა იყოს მომავალში რომ ამ ნაწილში აუცილებლად საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს ამიტომ ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხია